თუკი თქვენ როგორც მწერთ თავის სულითაც და ხორცითაც სრულიად უძრურად მიგაჩნიათ მაშინ რატომ არ დამდაბდებით უფლის წინაშე რა ხელი გაქვთ სხვა ადამიანებთან რაში გჭირდებათ რომ ყველას კარგი აზრი გქონდეს თქვენზე რას გარგებთ თუ მთელი ეს სოფელი ქება შეგასხამთ უფალი კი გეტყვით არა გიცნით თქვენ ან თქვენ რად გინდათ საკუთარი თავი ყველაფერში კარგი გეგონოთ ამ ქვეყნიური თვალსაზრისით სულიერი თვალსაზრისით კი კარგი მხოლოდ ის არის ვინც გულსრფელად მთელი გულით ყველაზე უკანასკნელად მიიჩნევს თავს ესა სახარების ყველა წმინდა მამის სწავლება თავი ჯოჯოხეთის ღირსად ჯოჯოხეთის კერძად შერაცხეთ და ევედრეთ უფალს